ამდენად 284 წელი ძველი წელთაღრიცხვისა ამავე დროს არის ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვა პირველი წელია ქრისტეს შობის თარიღი არის ქართულად 284 წელს იშვა ქრისტე. ეს არის ესე იგი ქრისტეს შობის ქართული წელთაღრიცხვის მიხედვით, აი ქრისტე იშვა ქართული წელთაღრიცხვის 284 წელს. ეს ასე იქნა გაგრძელებული ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა ქრისტიანული წელთაღრიცხვა 284 წლის შემდეგ ქრისტეს შობის პირველი წელია და უკვე ქრისტეს შობიდან დაიწყო ათვლა. ახლა რაც შეეხება ამ 284 წელს, საქმე ის არის, რომ ქართველებმა ერთი ჭკვიანური საქმე გააკეთეს. არსებობს იმ დროს, როდესაც ვრცელდება ქრისტიანობა, რომის იმპერია არის ამ დროს, ესე იგი, სათავეში ამ ქრისტიანობის გავრცელებისა, რომში ქრისტიანობა შემოიღეს 324 წელს, 2 წლის შემდეგ კი ქრისტიანობა შემოღებულ იქნა საქართველოში, ესე იგი, რომის შემდეგ საქართველო ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. რომაელებს ჰქონდათ თავისი წელთაღრიცხვა, ესე იგი, პირობითი წელთაღრიცხვა იყო 753 წლით ქრისტეს შობამდე იყო დასაწყისი მათი წელთაღრიცხვისა და ქართველებმა აი ამ ქართულ ქრისტიანობის წელთაღრიცხვას შეავეს ეს რომაული შექმნეს რომაული ქრისტიანული წელთაღრიცხვა და საფუძვლად დაიდეს აი რომის დაარსების რომაული კალენდარი აბურბე კონდიტა ასე ქვია ამ რომაულ წელთაღრიცხვას და იგის საბოლოოდ ძველი წელთაღრიცხვის პირველ წელს არის შემოღებული. საქმე ის არის, რომ თუ ქართული წელთაღრიცხვის ქრისტეს შობა მოდის 284 წელს, რომაული აბურბე კონდიტა, რომის დაარსების რომაული თარიღით ქრისტეს შობა მოდის 220 წელს რომაული წელთაღრიცხვისა. ესე იგი, აქ რა გამოდის, რომ ქართული ეროვნული ქართული წელთაღრიცხვის 284 წელი ქრისტეს შობის თარიღია, მუდრის ქართული მუდრის რომაულ 220 წელს. ეს ორივე აღნიშნავს, ესე იგი, რომაული წელთაღრიცხვის 220 წელი და ქართული ეროვნული 284 წელი არის პირველი წელი ქრისტეს შობისა. ესე იგი, აი ეს ორი რიცხვი მიუთითებს, საქმე ის არის, რომ ამ საოცრება ის არის, რომ ამას ქებაი და დიდება იცავენ. საოცარი ის არის, რომ 284 მართლა უდრის 220. რატომ? 220-ის გამყოფთა ჯამი უდრის 284, ხოლო 284-ის გამყოფთა ჯამი უდრის 220. ეს არის რიცხვთა მეგობრულ რიცხვთა პირველი, ესე იგი, სასწაული. საქმე ის არის, რომ ორი რიცხვის გამყოფთა ჯამი რომ მეორე რიცხვს უდრეს, ასეთი ძალიან ცოტა და ეს, ესე იგი, მათემატიკის დიდი ცოდნა არის საჭირო. ეს ტოლობა ჯერ კიდევ ბაბილონში იყო ცნობილი, საქართველოშიც რა თქმა უნდა ცნობილი, ამიტომ 284 და 220-მა ძალიან დიდი მნიშვნელობა მოიპოვა, რა კი რომაული წელთაღრიცხვის და ქართული წელთაღრიცხვის ტოლობა ამ ორ მეგობრულ
რიცხვზე მიდის და ეს არის ქრისტიანული წელთაღრიცხვის სასწაული, რომელიც ქართველმა ქრუმებმა შექმნეს.